მოგესალმებით. შეგვიძლია დავიწყოთ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა. პირველ რიგში კომიტეტის წევრებს გთხოვთ, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დღევანდელი დღის წესრიგით გვაქვს მხოლოდ ერთი საკითხი, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი, წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი ყავს ქალბატონი თამარ მახარაშვილი, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და აქვე საზოგადოებისათვის განმარტებას გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, რომ ეს პირველი მოსმენით დაინიცირებული იყო წინა სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით, თუმცა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და გლოვის დღესთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ გადაიდო ყველა სხდომა და ხდება ახლიდან დაინიცირება და აქვე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მიუსამძიმრო ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება და დიდება მის სულს. ქალბატონო თამარ, გთხოვთ. მადლობა ქალბატონო მარიამ, პატივცემულო კოლეგებო, დაჩქარებული წესით განსახილველად წარმოგიდგენ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილების პროექტს, ცვლილების თანახმად კანონის გარდამავალ დებულებას დაემატება ჩანაწერი, რომლითაც ზოგადი განათლების დაწყების საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით ექნებათ იმ პირებსაც, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 2026 წლის 5 თებერვალს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით დაწყების საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად განისაზღვრა 6 წელი, რომელიც პირს უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით. შესაბამისი ცვლილება ეფუძნებოდა ზოგადი განათლების რეფორმას და როგორც ჩვენ მაშინ წარმოვადგენდით და განმარტებით ბარათში აღნიშნავდით შესაბამის კვლევებს 15 სექტემბერი იქნება და არის ის თარიღი, უბრალოდ ეხლა გვთავაზობთ, რომ გარდამავალ დებულებაში, რომლის საფუძვლებსაც და მიზეზებსაც მოკლედ წარმოგიდგენთ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს გამონაკლისის სახით გარდამავალ დებულებას შევიდეს ცვლილება და იმ ბავშვებსაც მშობლის გადაწყვეტილებით მიეცეთ საშუალება შევიდნენ სკოლაში, რომელთაც 6 წელი 2026-27 სასწავლო წელს უსრულდება 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. თქვენ იცით, რომ როგორც კი საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევიდა, სასკოლო მზაობის ჯგუფში მყოფი არაერთ გზის ბავშვის მშობელმა მიმართა პარლამენტს, მიმართა ასევე სამინისტროს და შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი არგუმენტი წარმოადგინა თქვენთან მათ შორის პარლამენტში განათლების სამინისტრომ, სადაც იყო აქცენტირებული 15 სექტემბერი რატომ არის ჩაწერილი კანონში და რატომ უნდა არსებობდეს აუცილებელი სავალდებულო გზაგამყარი, სადაც იქნება განსაზღვრული კონკრეტული ვადა, კონკრეტული თარიღი იქნება მიბმული სკოლის დაწყების თარიღთან. მაგრამ სწორედ ის არგუმენტები, რომელიც იყო წარმოდგენილი მშობლებისგან, იყო რამდენიმე არგუმენტი, რომელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ქალბატონო მარიამ გადავწყვიტეთ, რომ მიგვექცია ყურადღება. მინაიდან ეს გადაწყვეტილება, რომელიც კანონში არის, სადაც განსაზღვრულია 15 სექტემბერი, პირველ რიგში არის ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. და ის არგუმენტები, რომლებიც მშობლებმა წარმოადგინეს, მათ შორის პეტიციის სახით, ჩვენ გავიარეთ ძალიან სკრუპულოზურად. ჩვენ წარმოგიდგინეთ ჩვენი არგუმენტები და მე ვიცით, რომ ჩვენ ერთობლივი შეხვედრა კიდევ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეგეგმა ერთად. აი ამ არგუმენტებიდან, რაც მშობლებმა წარმოადგინეს, ერთი იყო, რომ მაგალითად სასკოლო მზაობის ჯგუფში რომ ყავს ბავშვი და ის გადის კონკრეტული პროგრამა რომ აქვს გავლილი, თავიდან მოუწევს მაშინ ისმის 16 სექტემბრის შემდეგ არის დაბადებული, თქვათ ამ პროგრამის გავლა. ეს ძლიერ არგუმენტად შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს, მაგრამ გადამწყვეტი არგუმენტი მაინც და მაინც ვერ იყო, იმიტომ რომ ჩვენ ახალი კურიკულუმი დავამტკიცეთ 2026-27 წელს უკვე ახალი კურიკულუმი შეუძლია ისარგებლონ ბაღებმა და ეს არის ბაღებზე დამოკიდებული, მაგრამ თეორიული დაშვება იმისა, რომ შესაძლოა ზოგიერთმა ბაღმა ძველი კურიკულუმით გაატაროს ან ვერ გაატაროს თქვათ ახალი კურიკულუმით, ეს თემაც იყო ანგარიშგასაწევი, მაგრამ მთავარი ანგარიშგასაწევი ფაქტორი თქვენთან ერთად მსჯელობის დროს აღმოჩნდა ერთი საკითხი და ერთი თემა. ვინაიდან ჩვენ ერთი წლით ადრე
ერთი წლით ადრე, ვიდრე სასკოლო მზაობის ჯგუფში შევიდოდნენ ეს ბავშვები, ვერ მოვახერხეთ დაანონსება აი ეს იყო გადამწყვეტი არგუმენტი, ამ ცვლილებისა, რომ წარმოვიდგინოთ სასკოლო მზაობის ჯგუფში შესაძლოა აღმოჩენილიყვნენ ბავშვები, რომლებიც ერთად ემზადებოდნენ სკოლისთვის და უკვე გზაგამყარი იყო მათთვის, ისმის 16 სექტემბერს იყო დაბადებული, ვერ წავიდოდა სკოლაში, ამიტომ არგუმენტი, რომლებმაც მშობლებმა წარმოადგინეს და ვინაიდან ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან ამოდის, მათ შორის ფსიქოლოგებთანაც გავისაუბრეთ ჩვენ და აი ამ შემთხვევაში ვთქვათ ბავშვების ფსიქოლოგიური თემა, ფსიქოლოგიური ასე ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო სტრესი, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ რადგან ერთი წლით ადრე ვერ მოხდა ამ ყველაფრის დაანონსება, ამიტომ ერთჯერადად გარდამავალი სახით, გარდამავალ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიახ, იმ ბავშვებმა 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულებსაც მივცეთ საშუალება მშობლის გადაწყვეტილებით. ეხლა აქ მინდა ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. თქვენ იცით, რომ ასეთი რეგულაცია კანონში მანამდეც არსებობდა. ანუ არსებული ძველი რედაქციითაც და რეგულაციითაც ასეთი ნებაყოფლობითი იყო ხოლმე, მათ შორის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს მშობელი წყვეტდა. რას გვეუბნება სტატისტიკა? მონაცემი რომ მკითხოთ, თქვათ, რამდენ ბავშვია საუბარი, 16000 ბავშვია, ვის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვათ უწევს ზუსტად, აი 16000 ბავშვი გვყავს. შარშანაც გასულ წელსაც, როდესაც ეს რეგულაცია მოქმედებდა, დაახლოებით ამდენ ბავშვზე იყო საუბარი და სწორედ იმის გამო, რომ მშობელი ძალიან სკრუპულოზურად მიუდგა ამ საკითხს, განსაზღვრა, ჯობდა სკოლაში შემოეყვანა ბავშვი თუ საბავშვო ბაღში დაეტოვებინა, 16-15 დაახლოებით 8000 შემოდის მხოლოდ სკოლაში. წელსაც ასეთი მოლოდინი გვაქვს. იმიტომ ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ის, რომ ბავშვი იყოს შესაბამისად მომზადებული სკოლისთვის. დაჩქარებული წესით გთხოვეთ განხილვა საკითხის ერთი მნიშვნელოვანი გარემოების გამო. თქვენ იცით, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებული გვაქვს. პირველკლასელთა რეგისტრაციას ჩვენ ახლებური მიდგომით შევხვდით და ასევე შეგახსენებთ, რომ ის 4 ეტაპი, რომელიც ჩვენ გვქონდა მუდმივად ძალაშია, მაგრამ დავამატეთ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ეს არის ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია. ამიტომ ყველა რეგისტრაციის ყველა ეტაპზე, რომ ჩაერთონ ის მოსწავლეები, რომლებიც მშობლები გადაწყვეტენ 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულებთან დაკავშირებით, რომ შემოიყვანონ სკოლაში, დაჩქარებული წესით განხილვა გთხოვეთ, რადგან ჯერ პირველი ეტაპი გვაქვს. პირველი ეტაპი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რეგისტრაციას. რეგისტრაციის ეტაპი კი დასრულებულია, მაგრამ თქვენ იცით, რომ როცა რეგისტრაციის ეტაპი სრულდება, იქ მულტიგუნდი ერთვება და მთელი თვე მიდის მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებისთვის, ვის სჭირდება, რამდენ სჭირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, რომ შემდეგ სკოლები მოემზადონ შესაბამისად. სწორედ 21 აპრილამდე არის ვადა იმისათვის, რომ მულტიგუნდი ასრულებს აი ამ სამუშაოს. აქედან გამომდინარე, ვიდრე ჩვენ მეორე ეტაპს დავიწყებთ, დაჩქარებული წესით გთხოვეთ განხილვა სწორედ იმიტომ, რომ პირველ ეტაპზეც მივცეთ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გავხსნათ ფანჯარა და მათ შორის თუ კი იქნება მსურველი და ისარგებლებს ამ გარდამავალი ჩანაწერით და აი ამ შესაძლებლობით, მათაც მიეცეთ საშუალება, რომ ყველა ეტაპზე მიეცეთ მათ შორის ამ კონტინგენტს საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონ ლადოს აქვს შეკითხვა? მადლობა ქალბატონ თამარ კავნის პროექტის წარდგენისთვის. პირველ რიგში ჩემს კოლეგებს და საქართველოს პარლამენტს მინდა მადლობა გადაუხადო, ასევე განათლების სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუბრუნდა ამ თემას. უსმინდა მშობლებს, გაითვალისწინა მათი თხოვნა და აქვე პრინციპულად უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა დღეს ვაპირებთ ამ კანონპროექტს ხარით დაუჭიროთ, გამონაკლისი და მე მინდა მშობლებმა იცოდნენ, მომავალში აღარ იქნება. ეს არის ერთჯერადი გადაწყვეტილება, ერთადერთი მიზეზით, რომ ჩვენ ვერც ბავშვებს, ვერც მშობლებს ერთი წლით ადრე ეს ამბავი ვერ გავაგებინებთ. მე თვითონაც ჩემი შვილი 5 წლის შევიყვანე სკოლაში და 17 წლის უკვე პირველი კურსის სტუდენტი იყო და ნამდვილად არაფერი წელის დაკარგვა პირიქით თუ დავაკარგვინე ეს ერთ წელი ბავშვობა და არა ის რომ სტუდენტობა ან მე სამსახური ან ასე შემდეგ, ასე რომ ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება და ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით. ეს არის ერთჯერადი გადაწყვეტილება, მშობლების თხოვნის გათვალისწინება დროის მომენტიდან გამომდინარე და კიდევ ერთი არგუმენტი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და ქალბატონმა თამარმა ეს სტატისტიკა დაადასტურა, რომ დაახლოებით 8000-მდე ბავშვი რჩება
ბაღებში და მომავალ წელს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ შორის დედაქალაქის, სხვა მუნიციპალიტეტების ბაღების აგენტოებთან, სამინისტროსთან ერთად გავიაროთ, რომ როცა 8000 ბავშვი დარჩება უკვე კანონიდან გამომდინარე ბაღში და ფიზიკურად ვეღარ წავა სკოლაში, ბაღები მზად იყვნენ დამატებითი ეს ფინანსური რესურსების იქ საჭიროება იქნება თუ რაღაცა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ შევძლოთ დამატებითი სხვა ახალი უკვე იმ ბავშვების მიღებას და ეს სივრცე ასე ვთქვათ უფრო გავაძლიეროთ ამ მიმართულებით, ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ განპროექტს ხარს დაუჭერს, ოღონდ მშობლებმა ახლაც იცოდნენ, რომ მომავალში გამონაკლისი უბრალოდ არ იქნება, ეს იყო ერთჯერადი და პრინციპული და სწორი გადაწყვეტილება. მადლობა. დიდი მადლობა, ქაბატონ ტატა. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა კანონპროექტის წარდგენისთვის. იცით, რომ ჩვენ განათლების რეფორმას, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, მხარს არ ვუჭერთ, თუმცა ამ კანონპროექტს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა უბრალოდ, რადგან ზოგად განათლებაზე ვსაუბრობთ, მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაპყრა საკითხს ნაძალადევის რაიონში მე-14 სკოლასთან დაკავშირებით. ძალიან მწვავეა ეს საკითხი, იმიტომ რომ 2021 წელს განათლების სამინისტრომ დახურა მე-14 სკოლა იმ დაპირებით, რომ ეს სკოლა უნდა აშენებულიყო თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობით. უნდა ყოფილიყო ძალიან მალე და უკვე გავიდა 5 წელი და იქ ძალიან მწვავეა სიტუაცია, იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან ბევრი წინაღობა და პრობლემა ექმნებათ განათლების მიღების პროცესში, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ თემქაზე უწევთ ბავშვების ტარება მშობლების განცხადებით და ფაქტიურად სწავლის პროცესი არის შეწყვეტილი მათი მხრიდან, თემქაზე ამ სკოლაში ისინი არ დადიან, უკვე 5 დღე არის და გთხოვთ რომ ყურადღება მიაქციოთ. მე ასევე მოგმართეთ თქვენ სადეპუტატო შეკითხვით, თქვენს მინისტრს მივმართე ამასთან დაკავშირებით და გთხოვთ რომ მოიკვლიოთ რა მდგომარეობაა. მე ვიცი ასევე რომ განათლების სამინისტრო ადგენს პრიორიტეტულ სკოლებს და ნუსხას ადგენს და ამაზეც მაინტერესებს თუ შედის ეს სკოლა პრიორიტეტული სკოლების სიაში, თუ არ შედის, რატომ არ შედის, რატომ მოხდა 2021 წელს აი ამ დაპირების გაცემა, რომ ძალიან სწრაფად იქნებოდა ეს ყველაფერი აღმოფხრილი, აი ეს საკითხები ძალიან მაინტერესებს და მადლობელი ვიქნები თუ მოიკვლევთ. მადლობა. ისე იგი პირველ რიგში მინდა გითხრათ ძვირფასო კოლეგა, რომ ამ თემით დავინტერესდეთ კი არა, ყველა თემა, ყველა საკითხი მე-14 სკოლის დაწყებული ბავშვების რაოდენობიდან, გაგრძელებული, იქ არსებული მდგომარეობით და ასე შემდეგ, გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ვიცით ზეპირად, არა მხოლოდ მე-14 სკოლის. 2086 სკოლა ჩავიბარეთ ჩვენ და სტატისტიკა რომ მკითხოთ თუ მაქვს ამისი დრო ძალიან მოკლედ მინდა პასუხი გაგცეთ რომ 75% აი ამ სკოლებიდან არის თითქმის 100-წლოვანი სკოლები და 2086 სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როდესაც რეალურად რო წარმოვიდგინოთ ტენდერი რო ცხადდება, დაპირება გავეცით და არ შევასრულეთ, ასე კი არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს თუ თემა გვაინტერესებს. როდესაც ცხადდება ტენდერი და იდენტიფიცირდება სკოლა, აქ რეაბილიტაცია მიდის თუ შეიძლება დაიგეგმოს რეაბილიტაცია და მერე აღმოჩნდეს, რომ არა სკოლა არის დასანგრევი და არის თავიდან ასაშენებელი. როდესაც ნებისმიერი ტენდერი ცხადდება, მათ შორის ჩვენ დამოკიდებულები ვართ შემსრულებლებს. რასაკვირველია, იქ მთელი რიგი საკითხები, რეგულაციები არის გაწერილი და წესები, მაგრამ დამოკიდებული ვართ ჩვენ აუცილებლად შემსრულებელზე. თქვენ იცით, რომ სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა და რეგიონულს გადანაწილდა ეს თემები სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაციისა, მაგრამ პოლიტიკის გამსაზღვრელები ვართ ჩვენ. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და რეგიონულთან იმისათვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ. და გადმოვიბარეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მივყვებით ამას სკუპიოზურად. მე-14 სკოლას და ბევრი სკოლა შემიძლია მე თქვენ დაგისახელოთ, რომელსაც ინფრასტრუქტურული გამოწვევები აქვს, მაგრამ ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ზუსტად არის იდენტიფიცირებული 2000 აი სწორედ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე პრიორიტეტულად მისახედი სკოლები და არის გეგმა გაწერილი 2026-ის, 27-ის, 28 წლისაც კი. ამიტომ ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს სამუშაო და მუშაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რაც შეეხება კონკრეტულად მე-14 სკოლას, ტრანსპორტირების საკითხი ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა საუბარი, ეს დისკომფორტი ყოველთვის ახლავს, სერიოზული დისკომფორტი პროცესს. უნდა გამოვიყვანოთ ბავშვები, გადავიყვანოთ სხვა სკოლაში, სხვა შემთხვევაში ინფრასტრუქტურის საკითხების მოწესრიგება ვერ ხდება. ეს არავის არ მოუფიქრებია, როგორ შეიძლება რომ თან სკოლაში იყვნენ ბავშვები და თან ინფრასტრუქტურული საკითხები მოგვარდეს. ის რომ იწელება რიგ შემთხვევაში დრო, გამოცხადებულია ტენდერი, არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი შემოდის, ვერ აგვარებს დროულად, რეგულაციურად შეგვიძლია ჩვენ წავყვეთ, დავაჯერიმოთ, ჩავხსნათ, ახალი ტენდერი გამოვაცხადოთ, არ მივიღოთ შესრულებული სამუშაო, მაგრამ ეს პროცესი რა თქმა უნდა წელავს, მაგრამ არც ერთი წუთი ვერ დამისახელებთ თქვენ რომ ჩვენ ტრანსპორტირება იყოს სადმე საჭირო, მარტო მე-14 სკოლაზე არ გესაუბრებით და ტრანსპორტირების შესაძლებლობა არ აქვს ბავშვებს. ის რომ უწევთ სხვა სკოლაში სიარული, რა თქმა უნდა ეს არის სერიოზული დისკომფორტი, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მშენებლობას და რეაბილიტაციას ამ პროცესს აი ეს ყველაფერი თან ახლავს. ამას ვერსად ვერ წაუვალთ. ჩვენ კომისია გვაქვს ცალკე კიდევ შექმნილი, ნახეთ, სწორედ დაგროვებული პრობლემების მოსაგვარებლად, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ცალკე შეიქმნა კიდე კომისია, მიუხედავად იმისა, რომ დავადელეგირეთ საკითხი ინფრასტრუქტურას და რეგიონულზე, დადელეგირებულია და გადაცემულია პოლიტიკის გამსაზღვრავებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით. ამიტომ ცალკეა კომისია შექმნილი, სადაც აი ესეთ საკითხებს, რომელსაც ჭირდება კომისიური გადაწყვეტა, დაახლოებით კვირაში ერთხელ მაინც ვიკრიბებით და გავდივართ სათითაოდ. თქვენ კონკრეტულ ერთ სკოლაზე მესაუბრებით და მე გესაუბრებით მასშტაბურად, სისტემურად, როგორ ვაპირებთ აი ამ საკითხების მოგვარებას. მშობლებთანაც, შესაბამის სასკოლო საზოგადოებასთანაც ჩვენ ვართ ხაზზე, გუშინ, როგორც ვიცი, მე-14 სკოლის მოსწავლეებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ შეხვდა შესაბამისი ჯგუფი და ისინი უპასუხოდ არ არიან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ნებისმიერი სკოლა, რომელსაც თქვათ ინფრასტრუქტურის საკითხების მოგვარება დავიწყეთ, ან გაიწელა სხვადასხვა მიმდინარე პროცესების გამო, მათ აქვს შესაბამისი ინფორმაცია. აი ამ კომისიის შექმნის აუცილებლობაც სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ ჩვენ მივაწოდოთ 2 თვეში ერთხელ, თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ მონაცემი ინფორმაცია, რა ეტაპზეა კონკრეტული სკოლის მშენებლობა, რეაბილიტაცია, როგორ წავიწიეთ წინ, ამ ინფორმაციას ჩვენ მოგვაწვდის ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სასკოლო საზოგადოებას, დირექტორს, მშობელს, მასწავლებელს, ყველას ექნება ინფორმაცია კონკრეტულ სკოლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევები, ამ გამოწვევებს აქვს თავისი საფუძვლები, ამ გამოწვევებს აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და ძალიან ასაკოვანი სკოლები და ინფრასტრუქტურა მოწესრიგება არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, მაგრამ ეს არის დროსთან დაკავშირებული და დაკავშირებული ასევე კეთილსინდისიერ შემსრულებლებთან. მადლობა. დიდი მადლობა ბატონ გიორგი სოსიშვილი. მოგესალმებით. მეც მინდა შევუერთდეთ ჩემს კოლეგას ბატონადოს და მადლობა გადაგიხადოთ. 24 საათი მუშაობს 24 საათია რეჟიმში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მთელი გუნდი და პირადად ბატონი მინისტრი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება სხვადასხვა რეგიონებში მასწავლებლებს, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებს და აი ამ უკავშირების გათვალისწინებით ხდება ამ რეფორმის დაგეგმვა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები მხარს არ უჭერენ და ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია სწორედ აი ამ რეფორმის წარმატებაზე, რომელიც ჩვენმა გუნდმა წამოიწყო ბატონი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და შესაბამისად ვინც ამ რეფორმას მხარს არ უჭერს, ეს რა თქმა უნდა თქვენი ნებაა, მაგრამ ის მხარს არ უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის პროგრესს და ჩვენი ახალგაზრდობის ხვალინდელ დღეს. ამიტომ თითოეული სამინისტროს თანამშრომელი 24 საათია რეჟიმში მუშაობს და ეს აისახება სასკოლო სკოლების რეაბილიტაციაზე და იმ წარმატებაზე, რომელიც ასე თვალშისაცემია ჩვენთვის. ასე რომ ჩვენი გუნდისაგან სრული მხარდაჭერა გაქვთ ქალბატონ თამარ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ძალიან დიდი მადლობა ბატონ მინისტრს ამ გაწეული საქმეებისთვის. მოგესალმებით, მეც მადლობა წარმოდგენილი კანონპროექტისთვის, ქალბატონ მარიამ სეკუთნის განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ ამ საკითხს აქტიური კომუნიკაცია გაუკეთა, ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი ეს ცვლილება იქნება ნამდვილად დიდი შეღავათი თითოეული იმ ბავშვისთვის და მათი ოჯახისთვის და მეურვისთვის, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, საერთო ჯამში არის 16,000. წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, როგორი იქნება
რეგისტრაცია პირველ კლასში, ასევე თვალყურს მივადევნებთ შემდეგ, რაც ჩვენ სხვადასხვა დოკუმენტში ვნახეთ არაერთი განხილვის დროს, როგორი იქნება პირველი კლასიდან ისევ სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩაბრუნების მაჩვენებელი, რომელიც საკმაოდ ხშირი იყო წინა წლების მანძილზე და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ეს ცვლილება, არაერთი განხილვა ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, შემდეგ ერთ-ერთი უმძიმესი ფაქტი, რაც მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი მოსმენით უკვე განხილული თავიდან განვიხილეთ. დღეს კითხვა მაქვს სასკოლო მზაობის პროგრამასთან დაკავშირებით, პირადად მე თითოეულმა ჩვენგანმა პირობა მივეცით მშობლებს, რომ რადგანაც რაღაც ეტაპზე ვერ ხდებოდა ამ გამონაკლისის დაშვება, იმ ეტაპზე, როდესაც მაშინ განვიხილავდით, განახლდებოდა სასკოლო მზაობის პროგრამა. ისევ ხომ არის დაგეგმილი, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამ ბავშვს, რომელმაც უკვე გაიარა სასკოლო მზაობის პროგრამა, აღარ მოუწევს თავიდან გავლა, როდესაც ექნება სურვილი, რომ შევიდეს პირველ კლასში, მაგრამ ისევ ხომ არის დაგეგმილი სასკოლო მზაობის პროგრამის განახლება და როდისთვის უნდა ველოდოთ ამ დოკუმენტს. მადლობა. ამასთან დაკავშირებით მეც ამ საკითხზე მინდოდა ხაზი გამესვა და პირადად თქვენ ქალბატონო თამარ მადლობა და მასწავლებელთა სახლს მადლობა, რომ როგორც კი დაინიცირდა ცვლილება, იმ დღიდანვე დაიწყეთ მუშაობა კურიკულუმის განახლებაზე და ეს აისახება როგორც სასკოლო მზაობის ან ბაღის დამამთავრებელ კურსზე, ასევე ფრესკულის ბავშვებისთვის, ანუ ეს არის ნებაყოფლობითი კურიკულუმი. უბრალოდ მე მინდა გთხოვოთ, რომ რაიმე ბერკეტიან ინსტრუმენტი თუ გვაქვს, როგორ ახდენენ ამ კურიკულუმის ინტეგრირებას და ამაში მხარდაჭერა რომ გაუწიოთ როგორც ბაღებს, ასევე თუნდაც კერძო ფრესკულებს საჭიროების შემთხვევაში, ვინაიდან ერთი და იგივე პროგრამის განახლება არ მოუწიოთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცვლილება დავაინიციეთ გარდამავალ პერიოდში და დაშვება გავაკეთეთ, კომიტეტი რჩება ერთგულად იმ იდეისა, რომ 5 წლის ბავშვის სკოლაში შესვლა არ არის მიზანშეწონილი, პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ასე რომ ისევ ამ ტრიბუნიდანაც კიდევ ერთხელ მოუწოდებ მშობლებს, რომ მათი საუკეთესო ინტერესიდან გამოვიდნენ და ადრე არ შეიყვანონ ბავშვები სკოლაში. ასევე კომენტარს გავაკეთებ და უწყებათა შორისი კომისია ახსენეთ თქვენ ინფრასტრუქტურულ პროექტის ფარგლებში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ კომისიის ეფექტიური მუშაობა. ჩვენ შესაძლებლობა თუ იქნება დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით და უკვე არსებობს ამ კომისიის ფარგლებში გარკვეული ინიციატივები დამუშავებული, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებსაც საჭიროებს და ამ კუთხით კომიტეტი მზად არის, რომ დროულად მოახდინოს რეაგირება იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხდეს. რაც შეეხება ისტორიული ნაწილის, ანუ განათლების რეფორმის განხორციელება, ნამდვილად ისტორიას დარჩება და ის გვარები, ვინც ამ რეფორმას მხარი დაუჭერა, ნამდვილად ისტორიული და განათლების რადიკალურად სასიკეთო ცვლილების ისტორიაში შევლენ და გულდასაწყვეტია, რომ ამ ისტორიულ ნაწილის მონაწილეები არ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ პოპულისტური ცვლილებების მხარდამჭერები არიან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიზიარებ იმ სამძიმარს, რომელიც ქალბატონმა მარიამმა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, სრულიად საქართველოს მიმოსამძიმრებ. ცხოვრება გრძელდება და აი ეს კორექტივი, რომელიც აი ამ დიდმა ტრაგედიამ გამოიწვია, ხელახალ პროცედურას გადის ახლა. მადლობა ქალბატონ თამარ ისეთი შინაარსიანი განმარტებისათვის. მე ბატონმა ლატომ კიდევ ერთხელ ამისამართა ყველას ყურადღება, რომ ეს ერთჯერადი აქტია და მშობელთა თანამშრომლობით ძალიან კარგი თანამშრომლობით მე ვიტყოდი და ბავშვის საუკეთესო ინტერესით. აი, ბავშვის საუკეთესო ინტერესი და აქ ერთი კითხვა ჩდება ასეთი. არიან ბავშვები, რომლებიც დროს ასრებენ. 5 წლის ასაკის აქვს იმათ მათემატიკური ნიჭი აქვს, აგერ მე და ქალბატონ მარიამს კიდევ ყავს ესეთი მივაწოდე ინფორმაცია, რომ საქართველოში ღმერთმა ბევრი გვიმრავლოს. თემსოფლეშია ეს პროცედურა, რომ შემთხვევები გამონაკლისის სახით, სადაც ბავშვები დროს ასრებენ. ზოგმა ოჯახმა ეს ძალიან კარგად გააკეთა შობილა მათი ნიჭის მომსახურება და მათემატიკური ნიჭი, გეოგრაფიული, ბავშვები არიან
აი, ხوار დაგვეწყო ფიქრი, აი ამ სპეციალურ პროგრამებზე ასეთი ბავშვებისათვის, რომ ისინი სკოლაში რომ მიდიან უკვე პირველ კლასში შედიან და 5 საფეხურით ასწრებენ იმ ბავშვებს გონებრივი განვითარებით და ეს მე რაღაცა მათთვის არ იყო შემოგვებელი ფაქტორი. იქნებ ეხლა მე ამ თემას არ ეხება, მაგრამ ამაზე კარგჩას როგორ გაუშვებ ხელიდან, რომ თქვენ გაქვთ სრული მზაობა განათლების სამინისტრო ესეთი მოქნილი, ასეთი მომზადებული, ასეთი საღრმავებით ცნობილი, ეს არის მართლა დღეს აი ამ რეფორმების დროს მიღწევა და ვიხარია რომ ამათ აი თქვენ გევალებათ და ჩვენი ერთად თანაშრომლობთ ამ ურთულესი რეფორმის გატარების გზაზე და იქნებ ამ ბავშვების კუთხითაც გავაკეთოთ რაღაცა პროგრამები, რომელსაც არ დაგვეჩაგვროს მე ამათი ნიჭი. მადლობთ. დიდი მადლობა. ისე კი პირველ რიგში სასკოლო მზაობის პროგრამასთან დაკავშირებით ბატონო გიორგი კი მზად არის უკვე ეს პროგრამა და ეხლა მნიშვნელოვანი ერთი არის პროგრამა, მაგრამ სწორედ მე არგუმენტად ესეც იმიტომ მოვიყვანე, რომ მეორეა იმპლემენტაცია ამ პროგრამის და მასწავლებლების შესაბამისი ცოდნით შეიარაღება, ხო? ვაღის მასწავლებლებზე, აღზრდა პედაგოგებზე ვსაუბრობ. ესეც ისეთი პროცესია, სადაც რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის თემა, თუმცა განათლების სამინისტრო თავის წილ აქტივობებში არის ჩართული. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით პროგრამა შემუშავებულია, მაგრამ ეხლა არის ეტაპი, როდესაც აი ამ პროგრამ როგორ გამოიყენონ აქტიურად აღზრდა პედაგოგებმა, აი ამ პროგრამის თავარი ხიბლის სიახლეები, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე გათვალისწინებული, არა მხოლოდ იმ ბავშვებთან, რომლებიც ხა თეორიული დაშვება ხო უნდა გავაკეთოთ, გითხრათ რომ 16000 ბავშვია და 8000 შემოდის ხოლმე და ნახევარი მშობლებისა აქამდე თვლიდა, რომ არ არის სასკოლო მზაობის და დაეტოვებინა საბავშვო ბაღში. ეხლა რასაკვირველია იმ ბავშვებთანაც უკვე ახალი პროგრამით მუშაობა წავა და ზოგადად ერთ სპეციფიკას მინდა ხაზი გაუსვა და თქვენ კითხვასაც გამოვეხმაურა. არა მხოლოდ სკოლაში, არამედ საბავშვო ბაღშიც განათლების, აღზრდა განათლების სეგმენტში, განათლების ნაწილში სპეციალური ინდივიდუალური მიდგომა კარგახანია უკვე ჩვენ რო გვაქვს ჩაინტეგრირებული კურიკულუმში. ეს ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც ერთის მხრივ ვერ ეწევიან პროგრამას, ან ასწრებენ პროგრამას. ანუ აი აქ მიდგომა, რა თქმა უნდა, ეს უკვე არის გათვალისწინებული, მით უმეტეს ჩემმა კოლეგებმა თქვენ გადასარევად იცით, რომ ჩვენ ავტორიზაციის პროცესი დავიწყეთ სახელმწიფომ შიდა ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნვა გარე ხარისხის მექანიზმებით. ბაღებისაც დავიწყეთ და სკოლებისაც. ერთდროულად სწორედ იმიტომ დავიწყეთ მაშინ და პარლამენტმაც მხარი დაგვიჭირა და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო და ტრანზიცია ყოფილიყო ძალიან ჰარმონიული ბაღსა და სკოლას შორის. და გარე ხარისხის შემფასებელი ცალკე ბაღებს ამოწმებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს, რომ შიდა ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კურიკულუმებში ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლის მიმართ უკვე არის, ამას ავტორიზაციის სტანდარტი ითვალისწინებს, როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. რაც შეეხება, უბრალოდ მინდა თქვენ კიდევ ერთხელ შემოგეხმიანოთ და რაც გამახსენდა, ეხლა ეს ძირითადი თემები, აი უბრალოდ რომ ჩამოვთვალოთ ჩვენი რეფორმისა, რაც არის, ეს არის ხარისხის უზრუნველყოფა, ეს არის ეროვნულობა, ეს არის მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ეს არის წიგნების სახელმძღვანელოების განვითარება, სადაც პირველ ეტაპზე ჩვენ შვილებს ეცოდინებათ, ვინ ვართ, ვისი გორისა ვართ, საიდან მოვდივართ და შესაბამისად მიიღებენ ყველა იმ ინფორმაციას, რომ კონკურენტუნარიანი იყონ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ საერთაშორისო არეალზე რომ იყო კონკურენტული, ჯერ უნდა იცოდეს შენ ვინ ხარ, შენი ისტორია რა არის, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და ვისი გორისა ხარ. ჩვენი რეფორმა რო შევაჯამო, რომელიც 8 გამოწვევად იყო იდენტიფიცირებული, ამ თემებს ეხება და ხარს რატო არ უჭერთ, არ ვიცი, რომელ სეგმენტში რა არის აქ ხარდასაჭერი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს თქვენი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევახსენო, რომ გაუსწორო თვალი გამოწვევებს შეიძლება ვინმესთვის არ იყო ადრე ეს ადვილი და არ თვლიდნენ საჭიროდ. ჩვენი გუნდის მიდგომა ეს არის. თამით მე ძალიან ამაყის ვარ და ის გათენებული ღამეები, ჩემი თანამშრომლების და 24 საათიანი მუშაობა, ხა ბატონ გიორგის დითი ამბებისთვის არ უთქვამს, რეალობა თქვა აქ. ხომ? როდესაც ვიცით, რომ აი ამ მიზანზე გავდივართ, ეს გათენებული ღამეს და შრომაც ხდება ძალიან სასიამოვნო. ძალიან დიდ თემებს გაუსწორეთ თვალი და არის ძალიან ბევრი გამოწვევა. არც ამ გამოწვევების თქმის რომ არ გვერიდება და არ გვეშინია, ეს დავადასტურეთ ჩვენ, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დააიდენტიფიცირა და
დაახსნილად გამოიტანა პრობლემები რა გვაქვს. ამას წამოყვა ზოგადი განათლება და შემდეგ იქნება პროფესიული. კიდევ ერთხელ, მუდმივად არ უნდა გვეშინოდეს იმ თემის, რომ თქვათ რა არის გამოწვევები, მაგრამ რასაც ვაპირებთ მასშტაბურად. ნამდვილად მე როგორც რიგით მოქალაქეს და რიგით ქართველს ამ ქვეყნისა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესში მაქვს შესაძლებლობა ვიყო ჩართული და ვიყო ერთ-ერთი პატარა, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, აი ამ დიდი პაზლის, რომელიც ნაირფერი პაზლის, რომელსაც რეალურად ქვია ჩვენი პატრიოტი მოქალაქის გაზრდა ჩვენი ქვეყნისა, რომელიც სკოლამ უნდა იყოს ეს ვალდებულება, რომელიც იქნება შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, მაგრამ პირველ ყოვლისა მას ეცოდინება საკუთარი ქვეყნა, ქვეყნის ისტორია, საკუთარი კულტურა და იამაყებს ამით. აი, ამ პროცესში რო ვარ ჩართული, მე პირადად ძალიან მახარებს და ბოლოს ნამდვილად არ წამომიღი, აქ უბრალოდ ეს ბლოკნოტი ავიღე და წამოვიღე და ეხა ინფრასტრუქტურაზე რო ვსაუბრობდით, ეს მხოლოდ აჭარაა და შემიძლია გაგიზიაროთ აშენებული, გაკეთებული, დამშვენებული სკოლების სურათები. ჩვენ რატომღაც ამით არ ავართ ხოლმე დაკავებული, რომ აი რამდენი ავაშენეთ და იცით რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვაქვს კიდე ასაშენებელი და გასაკეთებელი და სულ არ ვთვლით ახლა რომ უნდა გამოვდოთ ხოლმე ეს ფოტოები, მაგრამ შემიძლია რაღაც 1-2 ჩანაწერი მაქვს, მაგრამ შემიძლია ეს ბლოკნოტი გისახსოვროთ. მადლობა. მადლობა. კი ბატონო. მაგ ბლოკნოტში ხომ არ არის იმ ბაღების სურათებიც, რომელიც ვერ აშენდა იმის გამო, რომ ჩართულია. ბაღების სურათებიც ხომ არ არის მაგ ბლოკნოტში, რომლებიც ვერ აშენდა ამ წლების განმავლობაში, იმის გამო, რომ აი ზუსტად რამოდენიმე დღის წინ თქვენ დააკავეთ თქვენი გუნდის წევრები იმის გამო, რომ მათ მიითვისეს იმ შენებლობის თანხები, რომლებიც გამოიყო ამ ბაღებთან დაკავშირებით. აჭარა იყო ზუსტად მახსოვს, ეს იყო ქედა, თუ არ ვცდები და ჩამონათვალი იყო იმ ადგილებისა, სადაც ბაღები ვერ აშენდა ზუსტად ამის გამო, კორუფციის გამო. საქმე რა შეგახლავთ, იცით, ის რაც ვერ აშენდა და რაც პროცესშია, ძალიან დიდი ჩამონათვალიდან დაწყებული კონკრეტულად ვიცით და ვმუშაობთ ამ საკითხებზე. ამიტომ ცოტა ხნის წინ მე თქვენ გითხარით, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი და ის ხალხი, რომელიც პრობლემას უსწორებთ თვალს. და თუ ვინმე რამე არ გააკეთა, ვერ გააკეთა, ან შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, არც ამაზე არ ვიხევთ უკან. და ამის დასტური იყო თქვენ რაც ბრძანეთ. დანარჩენი ზუსტად ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი და ცალკე უწყებათა შორისი კომისიაც კი შევქმენით იმისათვის რომ პრობლემური საკითხები რაც არის ერთად გადავწყვიტოთ. კიდევ ერთხელ, ბევრი ბაღი გვაქვს ასაშენებელი, ბევრსაც ვაშენებთ. ბევრ სკოლას ვაშენებ და ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ასაშენებელი და ზუსტად ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი და არ გვეშინია ამის თქმის რომ გვაქვს კიდევ ბევრი გასაკეთებელი. მადლობა. ამასთან ერთად ერთი არის რომ ზუსტად იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული სამართლიან ქვეყანაში პასუხს აღებს ყველა ის ადამიანი, ვინც ნებისმიერი ტიპის გადაცნობა გააკეთა და ვინც ვერ ააშენა, არასწორად გააკეთა, ჯიგრულ ქართულ პონჩი არ პატიობთ. კოლეგებო, გთხოვთ რომ ერთი შეიძლება და დავასრულოთ თუ შეიძლება. არ ვაპირებდი გამოსვლას ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანზე არ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ამ პოლემიკის შემდეგ დამებადა სურვილი. ზუსტად ანალოგიურად ჩვენთან ჩუღურეთის რაიონში და ნაძალადევის რაიონის საზღვარზე არსებობდა 1-4 საჯარო სკოლა, რომელიც ზუსტად ჩასმული იყო რეაბილიტაციაში ამ 3 წლის უკან და ყველა აბსოლუტურად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იკრიბებოდა ამ 4 საჯარო სკოლის წინ და ამბობდა, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა ეს ტერიტორია და უნდა აშენდეს სასტუმრო. ანალოგიური ისტორია ჩვენ მქონდა ყოფილი მესამე საჯარო სკოლის 9 ძმაზე 220 საჯარო სკოლასთან. მე აქედან გეუბნები თქვენ ძალიან დიდ მადლობას იმისათვის, რომ 220 სკოლა აშენდა და ერთ-ერთი უნიკალურია როგორც ევროპული ტიპის თანამედროვე სკოლა, 390 ბავშვი და იმ ტერიტორიაზე 10 კილომეტრის რადიუსით არანაირი ინფრასტრუქტურული ობიექტი არ არსებობდა და წინა ხელისუფლების მიერ ეს სკოლა იქნა დაკეტილი და 71 პედაგოგი უმუშევარი დატოვეს წლების განმავლობაში და ჩვენ შევძელით ის რომ ამ სკოლა დავაბრუნეთ და ბავშვებს დაუბრუნეთ ისე როგორც პედაგოგებს. რაც შეეხება მე-4 საჯარო სკოლა მომავალ სასწავლო წელს გაიშვება და მე მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის კიდევ ერთხელ იმისათვის რომ უნიკალურად კეთდება მე თავად ვიყავი დირექტორთან ერთად რამოდენიმე დღის უკან და ნახე ამ სკოლის მშენებლობის ეტაპები არის ძალიან თანამედროვე. ასევე ჩვენთან რაიონში მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ძეგლის 23 ტრადიციული საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც უნიკალურია თავისი არქიტექტურით, თავისი წარსულით, თავისი ტრადიციებით და ჩვენ ამ შენობა ნაგებობას დაუბრუნეთ ის პირვანდელი სახე, რომელიც ჰქონდა ზოგადად ილია ჭავჭავაძის მშენებლობის პერიოდში, როცა მან შექმნა ეს სკოლა და არის 150 წლის გახდება და საიუბილეო თარიღს ჩვენ აღნიშნავთ, როცა ამ სკოლის რეაბილიტაცია დამთავრდება, თუმცა რა თქმა უნდა რაიონში გვაქვს ისეთი სკოლები, რომლებიც არის დახურული და ველოდებით მაქსიმალურად რომ რეაბილიტაცია მოხდება აღნიშნული სკოლების, ეს არის ასეთი 37 სკოლა და სწორედ იმ სამთავრობო კომისია, რომელიც უწყებათა შორის კომისიამ შექმნა, რადგან არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე ის ტერიტორია, რომელიც ამ წუთა სკოლას გააჩნია, ვერ უზრუნველყოფს იმ ახალი ტიპის სტანდარტული სკოლის მშენებლობას და მიდის კანონში ცვლილებები. პრემიერმა შექმნა ეს კომისია სწორედ ამისათვის, რომ ცვლილებები მოხდეს კანონში. შემდეგ შემოვა სივრცით მოწყობასთან დაკავშირებით დოკუმენტი ქალბატონი მარიამის საქმის ყურშია ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და ჩვენ უახლოეს პერიოდში ვიყიდით ამ სკოლისათვის, რა თქმა უნდა, პროექტებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აი ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ხედვა კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობის, ჩვენი მშობლების, პედაგოგების იმ განწყობას, რომელიც ზოგადად საქართველოში არის და სუფევს. რა თქმა უნდა, მინუსები გაგვაჩნია და თქვენ სწორად აღნიშნეთ, იმ მინუსებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის, ვინც დააშავა, ის, ვინც არ გააკეთა და არ შეუწყო ხელი და პირადი მიზნებისათვის გამოიყენა ამ დიდი საქმის თვის გამოყოფილი თანხები, რა თქმა უნდა, გამოძიება მიიყვანა იმ ადგილზე, სადაც უნდა მისულიყო. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გთხოვთ კოლეგებო მხარდაჭერას აღნიშნული ცვლილების. ერთხმად მიღებულია, თუ სხვა რაიმე საკითხი არ არის, დავასრულოთ კომიტეტის ხდომა. მადლობა.